ვერაფერი და ვერასოდეს ვერ განვითარდება, თუ არ იქნება მშვიდობა. ანუ ეს ყველაფერი არის მოგონილი, ეს ყველაფერი არის ტყუილი. მაგალითად, ავიღოთ დღევანდელი შეერთებული შტატების პრეზიდენტი, რომელიც პირდაპირ აცხადებს, რომ პირველი შეთავაზება, რაც რუსეთს გაუკეთა, იყო რომ მოდი 20 წლით გადავდოთ უკრაინის ნატოში გაწევრიანებას. უპასუხა იმან, კაცო. არა, იმან რა უპასუხა მაგას. თავი დავანებო. არა, იმან რა უპასუხა რა მნიშვნელობა. როდესაც რუსეთმა თავის დროზე წინა ადმინისტრაცია შეთავაზა, რომ უკრაინა და საქართველო არის წითელი ხაზი ჩემთვის ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ევროკავშირთან მიმართებაში რაც გენებოთ, ისე მოიქეცით, ვისაც როგორ გინდოდეთ. არ არის პრობლემა. იქიდან მიიღო პასუხი, რომ შენ არავინ გეკითხება, ჩვენ როგორც გვინდა, ისე მოიქცევ. ვეტოში, შენ არა გაქვს ვეტოში შესვლა დაადო შენი საქმე არა. ნატოში შესვლისთვის ვეტოს დადების უფლება არ გაქვს. არა, მაგას თავი დავანებო თუ უფლების დადების. არა, ეგრე არ შენი საქმეა, ხო? გაქვს, არა გაქვს. აქ იყო საუბარი იმაზე, რომ შენი საქმე არ არის, რომ ჩვენ როგორ მოიქცევით, ანუ ჩვენ და უკრაინა. უყურე ამას ცოტა რამდენი წელი გავიდა? 3 წელი გავიდა. 3 წლის შემდეგ იგივე ამერიკა, ახლა იმ უკრაინელი მოქალაქის კითხე, რა მნიშვნელობა აქვს იმისთვის, მაშინ ვინ იყო პრეზიდენტი და დღეს ვინ არის პრეზიდენტი ამერიკაში. 3 წლის შემდეგ ამერიკა ეუბნება რუსეთს, რომ მოდი 20 წელი უკრაინას არც ეკითხებიან. ჯერჯერობით ესე დაიწყო უკვე. ხო, უკრაინა ნერვიულობს. არც ეკითხებიან. 20 წელი მოდი არ შევიყვანოთ იმაში, რა ქვია. 20 წელზე გარანტიას გაძლევს. კი ბატონო, გარანტიას. ნუ აქ სიმართლეა, სატყუილია, მაგას თავი დავანებო. მაგას არ ხდება პუტინი. კი ბატონო, მაგრამ უყურე რა ხდება? ანუ 20 წელი მე რისთვის ომობდი, რისთვის ამოვწყდით უკრაინელები, რომ ერთს სხვა სურვილი ქონდა, მეორეს სხვა სურვილი ქონდა და ასე შემდეგ. ანუ მათ თამაშობდნენ ჩემბერს. ხომ დადასტურდა, რომ ეს ხალხი გამოიყენეს წინა ადმინისტრაციამ გამოიყენა თავისი მიზნებისათვის და გადააგდო. შენ იმან დაიხურა ქუდი და წავიდა. პასუხისგებლობა არის 0. დაამთავრდა.